გამარჯობა მეგობრებო, დღეს ცოტა განსხვავებული ვიდეოთი დააგიბრუნდით. ნახოთ, რამდენად საინტერესო იქნება თქვენთვის, თუ დაგაინტერესებთ უფრო დეტალურ ინფორმაციასაც გაგიზიარებ პროცესის თითოეულ ეტაპზე. მოკლედ უკვე დიდი ხანია ვმუშაობ ჩემს აგარაკზე სასურველ აუზის პროექტზე და როგორც იქნება მშენებლობის პროცესი დავიწყეთ. ამ ეტაპამდე მოსასვლელად საკმაოდ ბევრი საკითხი მოგვარდა, მათ შორის გაპი, გეოლოგიური კვლევა, კონსტრუქციული ნაწილი, მშენებლობის ნებართვა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. ახლა ხედავთ კადრში თავდაპირველ მდგომარეობას, ანუ მუშაობას დავიწყებდით და ნელ-ნელა გამოჩნდება უკვე მუშაობის პროცესიც. რაც შეეხება თვითონ აუზის ზომებს, აუზის ზომები იქნება 8 მეტრი 4 მეტრზე, თავის ტექნიკური ოთახის სიგანე იქნება 2 მეტრი 4 მეტრზე, შესაბამისად კედლის მხარეს დამატებით მოსაჭრელი იქნება 80 სანტიმეტრი დაახლოებით, რომ ადვილად მოხდეს მისი კედლების გამზადება, ყალიბის აწყობა და შემდეგ უკვე მასში ბეტონით ჩასხმა. ხო, შესაბამისად მისი სიგანე გამოვიდა დაახლოებით 6 მეტრი და 73 მეტრზე. მიწის გარკვეული ნაწილი რჩება ობიექტზე, რადგან შემდეგ მოხდეს უკვე სიცარიელების ამოვსება და აუზის გარშემო ზედაპირების მოსწორება. აქ უკვე გადავედით მიწის მეორე ფენის მოჭრაზე, რომელიც იქნება ძირითადი საფუძველი, სადაც ჩაიყრება შემდეგ 20 სანტიმეტრის მდვები და შემდეგ უკვე დაესხმევა 30 სანტიმეტრიანი ფილა. დღისას გამოჩნდა მილი, რომელიც არის გაუქმებული. მივიღებთ მშენებლობით ნებართვად, მანამდე გავაკეთეთ გაპი და სხვა კომპანიებს წერილობით მივწერეთ, გადიოდა თუ არა მათი კომუნიკაციები ამ ნაკვეთზე, მათგან მივიღეთ პასუხები, რომ არ გადიოდა არანაირი კომუნიკაციები და შესაბამისად ჩვეულებრივად გავაგრძელეთ მშენებლობა.
ეს არის უკვე დღის ბოლოს მიღებული შედეგი, დარჩენილია სხვა ტიპის სამუშაოები, პირველ რიგში ამოსაღებია მილი, შემდეგ უკვე გასასწორებელია ფსკერი, დასაყრელი არის ვები, შემდეგ უნდა მოსწორდეს და მერე უკვე დაიწყება არმატურის შეკვრა და ასე შემდეგ. აღნიშნული ტიპის ვიდეოების სერიებს დიდი ალბათობით კიდევ გავაგრძელებ. მადლობა ყურებისთვის და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.